პოლიტიკური პროცესების პარალელურად გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა. ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით ცილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ. მეორე მხრივ, ჩაბდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ხედავთ, რომ დაუფასეს დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი არც ნაკლები გმირად გამოგვიცხადეს. სწორედ ეს არის Deep State-ის ხელწერა, პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი, გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ, კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადეთ. როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად ისე მოიხსენიებენ, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულისთვის ხშირ შემთხვევაში სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად. მაგრამ როგორც ჩანს, Deep State-ის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ Deep State-ის ფონდებიდან რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის, ხოლო მეორეს ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ მან ნორმად აქცია დედის გინება და ბილდსიტყვაობა. რაც შეეხება ლომჯარიას, საზოგადოებას კარგად მოიხსენება, რომ ის იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის პირადი ომბუდსმენი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამაღლობელმა ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში სილა გააწნა. ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი. საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არა მხოლოდ მისი წახალისება, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს Deep State-ის დავალებებს. და ბოლოს, ჩვენი ქვეყანა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ახსოვსია ქართველი გმირების საქმეებით, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოგვიტანეს ჩვენი სამშობლო. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, მეფე ერეკლე. ასეთ გმირებს ვიცნობ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი იდენტობა. ამის პარალელურად საქართველოს ყავს Deep State-ის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია. დიდი მადლობა.